Ენადრე მიყვებოდი რომ იმისთვის რომ იგიღო გამოცდილება და შეგესწავლა ფსიქოტიპები და ადამიანები შენ მრავალი წელი მუშაობდი ერთ-ერთ გამომცემლობაში გამყიდველად. ზუსტად წელიწად ნახევარი ვიწერდი თითოეულ წუთს, წამს, როდის შემოდიოდა მომხმარებელი, როდის იღებდა გადაწყვეტილებას, რამდენ წუთში. სხეულის ენას ვაკვირდებოდი. არ ვიცი თუ უკმაყოფილო წავიდოდა რა იყო ამისი მიზეზი და საკმაოდ ისეთი მსუყე მასალა არ ვიცი ამას რა დავარქვა აჩემება და საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება გამომივიდა და საკმაოდ კარგათაც გამომივიდა ვიტყვი ასე რადგანაც ამან ჩაუყარა საფუძველი იმას რომ მარკეტინგინდა და ბიზნესის სფეროდან ნელ-ნელა გადმოვედი ფსიქოლოგიის სფეროში და ახლა ალბათ დღემდე ჩემი ახალი ინტერესის სფერო რაც არის, იქედან მოდის საფუძველი ამან ჩაუყარა და ეს არის ნეირომეცნიერების როლი უკვე გაყიდვებში. აი ზუსტად იმ წამის მიასედებში სადიღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას, ან შენი კლიენტი რამდენად მოქმედებს რაციონალურ გადაწყვეტილებაზე, ემოციური საფუძველი და ფონი და მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჯდება ამ თანამედროვე მეცნიერებებში, რომელსაც ქვია ნეირომეცნიერება.